ინგა ბედბანის კონცერტის ბილეთებს ყიდულობდა არ დამირიკო ცოტა ხანი. ლევანი? დედა ვინ ლევანის კონცერტია, გოგო? რა ლევანი ბედბანის კონცერტი მეთქი. 7000 კაცია შემწის რიგში და 3 ბილეთი უნდა ვიყიდო. აუ გული მიგზნებს ძალიან კარგს, მე მგონი რომ ვიყიდით. გული კარგს კი გიძნებს აჩქარებული გაქვს. 3 ჭიქა ყავა დალია ბოლო 1 საათში. აუ ერთი წუთი, მაგ ყველაფერს როგორ ვყიდულობთ, გვაქვს ფული? საქმეც ეგაა რომ არ გვაქვს თიკლა, მაგრამ მე ხვალ ვიღე მერე ბარათი. ხო და ეხლა აქვთ ტრეվել აქცია. შეგიძლია ფრენა სასტუმროები და კონცერტის ბილეთები იყიდო და თანხას ახლავე კი არ ვიხდით. 6 თვეზე ვანაწილებთ 0%-ად. თუ გვიგბარათი არ მოგიტანია აქ. აუ მიღადავები. პუშენი სახში დამრჩა. დაურეკე მიდი ინგას და გიპასუხებს. ხო ურეკა უკვე. ხო, ანასტასია. ხო. ინგა მომისმინე, ჩემ ოთახში შედი ეხლა და მან უნდა მქონდეს მაგიდაზე მერე ბარათი, ხო მან დამრჩა ნახე. ხო, დაიცადე, დია მოვალი ხარ. დალი გოგო ეკყავა რა. აჰა, შევედი აბა შენ ოთახში. შეატრიალი კამერა. მომისმინე, ეს არის? მერე. ხო, იგარი გჭირდება. ეხლა რა ქნეიცი? მაგ ფულს გაუშვი ხელი. რა ფული, კაცო? ეგ ფული დააბრუნე მან და ბარათს გადავიღე ფოტოები და ჩამიყარე პირადში. ეგ არის დეკლე შეგვიშვა საყიდლად. წავედი. აუ რა მხელა მოედანია ხადაო. გოგოი ზემოთ ბილეთები იყიდე, მან იაფია ხოლმე და თელი მოედანი ჩანს მანდედან. 80 ევრო დროზე მიდი. ეგ არის მოუნიშნა ზემოთ 3 ადგილი. 13-15. აუ 13 ნომერი არ იყიდე რა ძალიან. ხო თარცი რიცხვია. გოგო მაგის დროა ეხლა. კაი ხო, თიკო დავსვეთ მან. ვიყიდე. მოიცი რომელ ქვეყანაში ვიყიდე? ნიდერლანდები. აუ მან სანტა კლაუსი არ ცხოვრობს. გაიყო. აუ თუ არ გამოდიან ბავშვები მარტო ჩვენ როგორ ვითამაშოთ დამალოვანა. ცოტნე როგორც ყოველთვის დედამისმა კოჩრი წაიყვანა სახლში. ეგ ვერ გამოვა შანსი არ არის. აი ლიზი მოდის. ლიზი რა მოიტანე? დაგინახეთ ფანჯრიდან მარტო რო იცხედით და მარტინის მსასუმზი რა მოვიტანე. თან ცოტნე სახლიდან წივილ-კივილი გამოდიდა და ვეღარ გავუძელი. გახსენია ხოს. აუ რა მხელა მარცვლებია შიგნით? ყავაც არის, ამას მეწავიღებ რა. აუ ხელი არ ჩაყო შიგნით. წვრიჩი კონდა წეხან თითი. მონაწოდემეც დავიღო. აუ დედა ჩემა იცი დღეს სამაგარი ტორტი გააკეთა, ძალიან ბევრი ჭამე სანამ აქ ჩამოვიდოდი. ომარიკო დედა შენი სყვირილიც გამოდიოდა თქვენგან, ეხლა რომ ჩამოვდიოდი კიბეებზე. ხო, ალბათ ანასტასიას ეჩხუბებოდა. თეკლა და ეგენი გუშინ მანქანით დაიმტვრდნენ და ალბათ მაგიტო. მაგრამ ანასტასია რო სახში არ არის. შეიძლება ისე ჩხუბობდა, ისე ჩხუბობენ ხოლმე დედები. ხო, ეგეც მართალია. ალო, ომარიკო შენ შეჭამე ეს ტორტი? კი, ძალიან მაგარი გამოგივიდა ყოჩახ. აი, ყოჩას მოგწემე. სტუმრებისთვის გამოვაცხე ბიჭო ეს ტორტი. ნორმალური ხარ შენ იმდენი ვითვალე ტირიდან. ამოდით უნდა მიგასწიკუდილო სახში შენ. დაჩიშკნილია სულ ტორტი რა. აუ. რა ხდება ომარიკო, ფერი დაკარგე. ჯარხეული მაქვს. აუ პირველად მომიტეხე ხელი, შემომხედეთ უბრალოდ რას გავარ. აუ მივხვდით ამბობ უკვე მაგას. ექიმა ხო თქო რომ თავი აქ მეთყვი და პრობლემები ექნება ცოტა ხანი მეხსიერებისო. ხო გახსოვს. ანუ დროებით ამნეზია რო გაქვს თუ ეგეც არ გახსოვს. ცოტა ხანი სხვა თემაზე ილაპარაკეთ რა. თეკლა ჭამე ექსპაგეტი პირიც არ დაგიკარებია. აუ ის მინ შეუკვეთ რა. სად ვარ საერთოდ. ფრაგულეში ვარ, ტაქსით მოვედი დინგამ გამოგვეცილა. აუ პასკარო შეუკვეთ მაგასაც მომიტანენ ალბათ. აუ მოიცადე ერთი წუთი. რა პასკა? ახალი წელი იყო უკვე? აი ეგრე ძალიან როგორ მიეჯახებ თავი გქონდა მირთხმული. აუ ძალიან მეცინება რომ თავის მithმა გიგვის. უკანასე დენიების ქვემოთ იყავი ჩაჭედილი. შენმა მეზობელმა გელამ და თემურამა მოგიყვანეს. აუ ნეტა მაგის დავიწყება შემეცლოს. დამარცხნა და მეც ამნეზია რა იქნებოდა. ანუ რა ამნეზია? ვინმეს დაიმართა ამნეზია? აუ მაგდეს ერთ გავსინჯავ რა გემრიელია. აქ ყველაფერი გემრიელია, იმიტომ რომ აქ ვეკეთებენ ყველაფერს უმაღლეს ხარისხის ინგრედიენტებით. სულ შეჭამე ხლა. გამარჯობა თქვენი პასკა, გემრიელად მიირთვით. აუ ძალიან დიდი მადლობა. დეცონა განახორდე. აუ გიხოცებ ეგ პასკაც გავჭრათ რა ძალიან მომინდა. მიხედავი ბის რო გავჭრა მე ინგა მიგამჭრის. კაი სახში მაინც გაჭერი მე რა. აუ მანქანა სად დავაყენე? თეკლა შენ მანქანა არ გყავს, ნუ დროებით. ია, მომპარი? არა. თქო დაჭეჭკელი როა. ინგას რო თქო ბურგერი ბიუ გამოვიძახე. თქვენი სიხირსები ხართ, იცი? დღეს ამდგენ აღარ გავაკეთო საჭმელი. დაიყოცოთ შევრები რა ვქნა. აუ კაი რა, დედახოცით მაშინ დავიხოცებით ეგ ბორში რო ვჭამოთ. რაღაცნაირი გემო აქვს. ცოტა მარილი მომივიდა ახლა ზედმეტი, ხო და კამაჩავაჭერი შეცდომი. დანარჩენად რა ვიცი ახლა ოქროსავით ბორშია.
ჩვენ ცოტა კურიერი გავს. გისმენთ? კიდე ინდუელი შემოხდა. Hello. Hello, I have your order and I'm near the building. Wait a minute. You are not near my building. Go left and left again. Left and left? No, there's a big dog here. I can't. What do you mean? შეხედე შე როგორ ლაპარაკობს ეს ინგლისურად. ინსტიტუტში რაღაცა სწავლობს მე მგონი მართლა. Please come upstairs. I will open the main door for you. This is the building. There's a woman with a walking stick in her hand. Do you know her? Yes, it's Nunu with one kidney. Don't give her my burgers. Give her your burgers? Okay. No! Pusheni გამიტიშა. ამ კითხო როგორ, მაგრამ ჩვენი ბურგერები ცალკე ყველა ნუნუს აქვს. დაიცადე გადავწახებ. ნუნუ! ბეგიძახი. ჩვენია ეგ და ბავშვა მოვაგზავნი ახლა და გამოატანე. რასაც უკრათ მოგიტანეს, კაცო, ჩვენია ეგ. ნუნუმ წაგვარწვა ბურგერები. ამას თუ არ ჩაუბარდა ქვემოთ ნახავს რა. ის რა ჭაფურიც თო მოხდა ხელში შემოაკუნება და ეგ იქნება რა. გადააგორე მიდი კვერცხი. ო, დამაცადე. განათლოსო თქვი. ვინ განათლოს? კოტე პაპა უნდა განათლოს ღმერთმა. და როგორ ანათლებს? ესე გრამდეს ლაპარაკობს, რამდენს. სალაპარაკო ხალხი წამოსულე. ან ესე გახსენე გვენაშენ. გუნოს კი გავხსნი, მაგრამ რა ვჭამო? ხაჭაპური დამწვარია. ეს კატეტები კიდე ვინ გაახვია სალფეთში სულზე და მიკროული. აგერ ქათმის ხორცი შეჭამე. არა, მაგას ვერ შევჭამ, კანი აქვს. ასე ჭამდა იყამე ეგრე. პრეტენზების ადგილია გასაფლავზე. ამათ ბალახად ხვალე გამიწაჭიროწებნან. კარგი გაჭერდი ახლა კაცო იღურება ხალხი. მომეცი ერთი ღვინო, მოვიგონო მე. წამა ჩემი იყო დიდებული ადამიანი რა. გაგანათლოს კოტე გიორგევიჩი. რა არის კაცო ეს? შინდის წვენი აქვს წამოღებული. და ჩემი სიკოძენე. ეს ვერაფერს არ ხსნობ, ვეღარ უყურები თვალდანა. პერსა მაინც აღარ უნდა მეცნო. ისე კი უყარდა ახლა ცხოვრებულს შინდის წვენი. ანასტასია გადააგორე მიდი შენ კვერცხი ახლა. ოღონდ წასვლამდე ესენი წამოკრიფეთ სულ, იმიტომ რომ იქით მგობახიძებთ უნდა გადავაგორო კვერცხები და მეტი აღარ მაქვს შეღებილი. აქ ეს საფლავი ხო არ იყო ხოლმე? ვაიმე, შარშან დაიღუპა ვალერი, ის საცუდავად მოკვდა. საცუდავად როგორ მოკვდა? რა ვიცი, ნაკვეთში მუშაობდნენ თურმე და კომბაინით, ანუ კომბაინის იმან ჩაიდრია. ახლა მართლა აღარ მინდა კატლეტი. ბებო, სანთლები და გავიწყდა. და შენ მოგიკოდეს თავენსი არა. როდეს წამიყვან კოტია კეთნა, როდეს წამიყო. ჩამოსულია ამას ახალი ტავარი. რა იყიდა ნეტა? ვა, TikTok-ს სკროლავინგა? კაცმა რო კითხოს უშმაკის მოგონილია. შენ ის უნდა გენახა გუში მთელი ღამე ლინაკოს რემონტის ვიდეოს უყურებდა. რა ხნა კაცო იმ დრედებიანი გოგოს ვიდეოს უყურებდი და გადავედი მე მაგასთანაც. დაიმე ის არის მაგარი ლიკური. ხო. დაიმე ლინაკომ რომ მან სახლი იყიდა, ნაკვეთი ჰქონდათ გვერდზე მე მგონი იმას ციცის კაცო ბარამიწეებს, ხო სადღაც მან ახლო მახლო. აუ ის ნახეთ, სამი გობროს მამი მსახლი რო დატბორა. დაიმე ეგ რომელიმე გამიკეთოთ სახლში, ჩაგახჭობთ იქვე და ეგ იქნება. ჩუ ერთი წუთი, დათუნდა დო ახალი ვიდეო ტეკლაზე. რა, მე ხუშინ გამოყევი და უნდა მივატყობ. ой, მინე ტეკლე გურგენიცია. ეთუნა გაუგზავნე, იქნება იცნოს თავისი თემა. ჩემი ცოლი არ არის. შეხედე სელენამ სოიოს ყველი ვიყიდეო. სოიო რა არის? იყიდა ახლა მაგასაც არ მოეწონება მაინც და რა აზრი აქვს. დედა წინას რო იყიდა, გასახეთქი წვენები, ლამის რო გაიგუდა. როცა ძალიან მოგინატრები მაგრამ დედა როგორ მიყვარს ეს ბიჭი. ლექსებს რო კითხო. ხო, ვიცი, მაგის და ქალი მგავს ხასიათებში. მაჰა თორე ქეთო ჯვარი წერია. თვითონ ეს ბიჭი არ მოგწონს? ხო, მაგრამ რავი, not my type. ანა ყავლაშვილს უწერენ, ქათამი რო გადმოდგი, გაზი დაგჭა მოშვებულიო. მაგრამ ამას რაგაზი გაგუდავს გენაცვალე ბომბებს ანაიჭრალებდა დეკემბრის აქციაზე. ეს გამაგებინე როგორ ითიღებავს თმებს. წითელთმიანი ნათიეროა. აუ შენა შეიღებო თმები წითლად. დამახინჯდები. სანდრო გოცილიძე მახალი ვიდეო დადო. თიარ გიყვარს ეს ბიჭი? რა ვიცი ახლა დიდად არ გიждდები. ის ქალი როა პერსონაჟი. კიდე კაი რო გეტდე და არა ვარ. აუ მე ძალიან მევასება მაგის ვიდეოები. ასე მგონია ხომ ზოგჯერ ჩვენზე გადაობს. ეს კამერა ვინ დამიტოვა აქ? თიკლეს ახშია მომშენი? კიდე როგორც მობილო პარეკეთი. ანასტასია მოსულა, რა ვახარ?
კარგად ვახოძია თქვენ? რა ვიცი, შენ და ქალის ხელში. წოწონი, ახლა კიდე ეს მანქანა მოიგონა და. რა მანქანა, ჩემთვის არაფერი არ უთქვამს. მანქანა მიყიდეო, აიჩა მაგაცო. რაღაცა ფული კი გვაქვს, მაგრამ ნაწილი გვაკლდება ახლა და ეხელოს ამ მაგას საიდან მოუტანო ასე უცბად $1500. თან იმნაირი უხათრულია ეს. ყავარონთხო, ბიჭო იმას არ მოგიტუხებს. აუ ხომ მოგიტუხე იმ დღეს? კი, мама, იმ დღეს, დეკემბერში. თეკლეს ეს ხი არ გიცდიათ? ცადით, მაგრამ ბანკები არ გვაწლევენ. არ არიცხებ მამა ჩემს ხელფასი. უი, თეკლა, თქვენ რომელი ტელევიზია გაქვთ? ტელევიზია, Samsung-ი. ტელევიზია მეთქი. Silknet-ი. უი, ვახუძია, Silkbank-ში 500 ლარიანის ეს Silknet-ის მომხმარებლებისთვის. თავადი ტელევიზია, ინტერნეტი, მობილური ცნობარი კონდეს Silknet-ის და საერთოდ აღარ არის საჭირო, მე ხელფასის ცნობა და საბუთები. აუ, მართლა თუ ხადაობ? ხო, Silk-ის აპლიკაციიდან მოითხოვ. აუ, please რა ეს ერთი თუცადოთ. კაი, ხო, უცადოთ საღამოს. მიდი ერთ ყავა მომიდუღე რაცა სასვლელი ვარ და. აუ, ძალიან მიზარება შენ მოიტუღე. ხედავ ბიჭო რა უხათრულია, ხედავ. აუ, შტედი ხარ თიკლა. დი შეხედე რამდენი ფული ვიპოვე. ამას ავიღებ. რა ფული იპოვე? მომეცია აქ. ეს მაგიდაზე მეტო მე. რამდენი ფული რა თქინდა მერე? სახლი უნდა იყიდო? ვერ ახარ შენ რა 400 ლარი გვიზუყედია სახლი ვერ გავიგე გადასახადების ფულია ეს და ციგნების თბილისის ციგნის ბაზრობაზე მიდიხარ ხო ეგრეც ვიცოდი ადამიანმა რო კითხოს ფული არა გაქვს მე ციგნების ფული ყოველთვის მაქვს ეს ერთი და მეორეც ციგნებს რო კითხოს ვერაფერს ვერ იყიდი ამ ცხოვრებაში რაღაცა ბრძნულად გამომივიდა ეგ ციგნების ის მასში არ არის ხოლმე ეხლა რატომ მიდიხარ ხო ეხლა ტარდება ციგნების ბაზრობა 10 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით ხო და თითქმის ყველა დიდი გამომცემლობა ეხლა იქნება გამოსული მაისში აღარ იქნებიან მე ეგენი რა ვიცი არც ინტელექტი არც სულაკაური არც ქარჩხალის გამომცემლობა და რა ვიცი კიდე მახსოვს იქ დრამა ეგ გამომცემელთა ასოციაცია დარეგისტრირდა რუსულ კანონზე და მაგის მერე ძალიან ბევრი გამომცემელი გამოვიდა მაგ ასოციაციიდან ეხლა თვითონ აკეთებენ ბაზრობას აპრილში ლოკაცია უცვლელია ისევ ექსპო ჯორჯიაში მე-11 პავილიონში წაგიყვანო მარიკო წამოხვალ არ მინდა. შაშარ მან ვიღაც ინფლუენსერმა მკითხა, რომელიც ციგნი წაიკითხე ბოლოსო და მე რო უთხარი მათემატიკის მეთქი დამცინეს. კი, ვიცი, ვიდეოცედო მაგ ინფლუენსერს, რო გაიცინეს და მე რო შერო ბღავილი დაიწყე. და შეიძლება წაიკითხი ბოლოს მე რო დამცინე. აუ, სახელი აღარ მახსოვს ახლა. ამიტომ უნდა იკითხო ბევრი ადამიანმა. ანასტასია, ვისელოდები, მიდიხარ სადმე? ხო თეკლამ ხო მანქანა იყიდა. თუ უნდა გამომიადოს ახლა კაფეში მივდივართ გოგოები. მანქანით მიდიხართ? არა თვითფრინავით. ნელაიარეთ რა თეკლა შვილო გეხვეწები. აუ ვინ გადიდა არის ნერვულად ძალიან გიხოთ რა. აუ იცი რა მაგრავატარე. ეხლა მივიყვანი მამა ჩემი სახლში და ესე მითხრა გადადიდე მანქანიდან გული მაქვს შვილად წვიდათო. სიხარულით. კი უკვე დავწუნდი მაგაში. მანდ ვერ გახვალ სამხრივია. რამე მითხარი? აღარაფერი. აუ ძალიან ცუდი მისადგომია თიკოს კორპუსთან. სუბუგორებია. აი დაიწყო. კაია ბუგორები. იქნებ მაგან მან შეგაჩეროს. აგერ ერთი კო გაუჩერე. თიკო დაჯდები წინ? არა იყო ჩავჭრები უკან. შვებით, აუ თეკ ძალიან გიხდება მანქანა, შენ თავს პიცა ვარ. ხო თეკლას მანქანა უხდება და ორივე ერთად ქუჩებს უხდებიან. დაიძარი ეხლა. აუ ყველაზე მეტად იცი რა მომწონს? ძალიან მოპრისკნული მანქანაა და ყველგან ეტევა. სტადიონი ხო იცით ჩემთან. მაგის კარებშიც კი შეეტია და ღამე სტადიონზე მიყენია ხოლმე. აუ ძალიან ჭკვიანურია ეგ. სტადიონზე ძაღლებით ვერ შემოდია და მიფსმუნებიც არ იქნება ბორბლებზე. აუ თეკლე წინ იყური რა. თიკო ნოელაპარაკები შენ კიდე. ნელა მოხუცი ქალია წინ. რა საკეთებ? ძალიან დავარტყინე და ასო ტუალეტში ვარ ხადა რო გამოვალ და გირეკავ. დე ვიღაცა კარზე. გამარჯობა. თქვენ ხართ ხო ჩალიჩა სანტექნიკი? მობრძანდით. არა გამოგონო მე რა მიმქვია. ჩალიჩა თვითონიც სანტექნიკის კომპანიაზადაც მუშაობ. თვითონ ფირმის სახელია ჩალიჩა. ხო, ცოტა კი ავირიე. ხო, აი კითხელ მარცხნივარი ვანა ტუალეტი. აი შემობრძანდით. დე ტუალეტში ვარ ასაკეთებ. გამომარჯოს პატარა ბიჭი. გამარჯობა.
არა უშავს ამერიკო არ ვიყურებით მანდეთ. მოკლედ, აი ეს არის ხელსაბანი, ხო და სადღაც მე მგონი რომ წყალი წვეთავს რა, იმიტომ რომ მე დილაობით ხვდება ხოლმე სველი იატაკი და აი ნახეთ ნესტიანია მე მგონი ქვემოთ კედელიც. აი აჰა, გასაგებია, ეს წყლის მილის ამბავია ყველა ვარიანტში. ამას დიაგნოსტიკის აპარატით დავადგენთ ჩვენ რა ადგილას არის უცბად და მარტივად მოგვარდება. აპარატით. აჰა. ხო, ეხლა მე თქვენ კომპეტენციაში არ ვერევი ნამდვილად. ვაიმე, კიდე რა მინდა? მე თქვენ დაგირეკეთ იმის რა ქვია, საკანალიზაციო მილის გაწმენდაზე. ხო, იმიტომ რომ ახლა აგერ ჩემთვის ცოტა პრობლემური კუჭნაწლავი აქვს, ხო და ამას თუ შეკრულებები რაღაცები დაიწყო მე ხო საერთოდ და ბარეხა მეცეც მოვაწეს როგორც თუ შეიძლება. დირებს ამბობ. გვადით რა 2 წუთი და გამოვალ. სად გავიდეთ კაცო, დიაგნოსტიკას აკეთებს ვერ ხედავ. კენი უცბა და გადინიდი. ახალი შემოსული ვარ. იყავი მაშინ ახლა რა გავაკეთო? არ გიშლი შენ ხელს. აი, ნახეთ ხალბატონო, ეს მწვანე მილი არის გამსკდარი. აქედან წვეთავს და ესასვენებს კედელსაც. აი, შეხედეთ. დედა, ჰაერიც აქედან ეპარება თუ რა ხდება არ ვიცი. ონკასაც რომ მოუშვებთ კაცობრიობ რაღაცა ტრიალის ხმა აქვს თავიდან. გაჩვენებთ ეხლა. ხო, ეს არ იყო ტრიალის ხმა. აი უყურეთ. დაწეკით ხოლმე ძარცვა. კარები დაკეთე დროზე. პაიმე დედა. რას აკეთებთ კაცო? ხალხია აქ. საერთოდ შემოვარდა ეს კაცი. დაჯექი მეთქი დროზე, არ გაინძრე. დაჯექი მან. რა დავჭდება რატია ჩარჩენილი ბანკომატში ჩამიხლაპავს კაცო. დროზე მაშინ კოდი თქვი და გამოიტანე ფული. კოდი და საგვარეულო ისტორიას მოგიყვები კიდე. დეგენერატი ეს. ბანკირი რომელია? დროზე სალაროები გაიხსნას და ფული ჩაიდოს სამჩანთაში. უკაცრავად ბატონო, მაგრამ მაგის უფლება არა მაქვს. მენეჯერის გარეშე სალაროს ვერ გავხსნი. მე და ტაძრიდან თუ დარწმუნებული მოვყვებოდი, ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი ამას რა. საიდან მოვარდა კაცო ეს იერარქიანი კაცი ესე გაშვებულია კვალს რა. ოლეგი დაილაპარაკე მედი როგორც კაცი კაცს. რა დაველაპარაკო, კანო ეს სულელი ხო არა, ხო დამაჭედა შუბში ტყვია კიდევაც. სათამაშო პისტოლეტი კი არა. გახსენი მეთქი სალაროები. აი მე ბატონო, რა ვერ გაიგეთ, არა მაქვს უფლება, სანამ მენეჯერი არ მოვა. გაუგებრალ ლაპარაკობ. რა უბედურებაა კაცო, ამ კაცმა როგორ უნდა გვაჯობოს ამდენ ხალხს. ხო სოფო. გოგო შემაგვიანდება ცოტა ბანკის დარწმუნებაში ვარ მოყოლილი. გადი შემეთქი ტელეფონი დროზე. კაცი ერთ-ერთი არახი შენი ჭირი მე რა. მე მოვიფიქროთ რა, რამე როდემდე ვისხდეთ კაცო ასე. არ ჩანს ახლა ეს კაცი ფიზიკურად ღონიერი. სიმაღლე ამას არ აქვს და არაფერი. როგორ დადის უყურ. ვერ დავაგდებთ ახლა ამას იატაკზე. ამ ჩანთაში ბლომათი მიწვია რაღაცები, კაი წონა აქვს. კი უნდა იყოს მე მგონი ის მინე ახლა. თავდასხმა გლდანში ბანკის ფილიალიდან შეიარაღებულმა პირმა ფულის გატანა სცადა, თუმცა მისი განეიტრალება იქ მყოფმა ქალბატონმა მოახერხა. თვითმხილველები მედიასთან კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. მეტი ხდება რა. კი მიძინება უკვე. პაიმე დედა. რა ხდება? ვაიმე, ტუალეტში გავდიოდი და უნიტაზზე ვიხაცის, მე მგონი სეპტემბერში შუქიც ვეხარავანთე. რა ვიხაცის? ეხლა ვიჭოლა გიბარდა საყდან წავალ. ომარიკო ხო არ არის? არა, ომარიკო წინავს რა ხანია. როგორ შემეში და აშკარად რაღაცა სილუეტი დავინახე რა, ადექ წამოდი გამომყევი. და შემეში და ლამის აღარ დამჭირდა ტუალეტში თვითონ შევდიოდი. მის მინები ჯუსტი ისრულებოდეს კიდე თუ უკან გვესრულა ის იგი ვიღაცა. წამოდი რაც არის ეგარი მე შევალ, ოღონდ წინ შენი არე. შენ თუ შედიხარ წინ რატოვიარო? რასაკეთე? ვაიმე დედა. რა იყო მარიკო გული გამისკდა, ვერ გავიგე. ტუალეტში შედიხართ. არა დაგითმობთ შედი მიდი. კაი. და არავინ არ ყოფილა კაცო. წამოდი დაიძინე ერთი მეც დავწვევი და დამშვიდი ახლა ცოტა. კაი მე წავიდი ვიძინებ. პაიმე მიშველეთ. რა მოხდა ვინ არის? არა არაფერი დასაკეთეს არიცხი დამიყრია საწოლსა და მე მეგონა ვიღაცა იწვა. მიდი დაიძინე ხო. ინგა ბრძოლა წესების გარეშე დაიწყო, მოდი უყუროთ. მოვედი აბა, ნახოთ ერთი ვინები ეჯიბრებიან. დავინახე ხო. დედა რა მოტკეცილი შორტები აცვეთ რა არის ეს? დე უყური ახლა ესენი ეჯიბრებიან ერთმანეთს და ისე უწყავენ შენ რო იცი ხოლმე. და მე იტავე. ნუ ბოდიალოფო მარიკო ოღონდ რაღაცეებს რა. შეხედ როგორი პროტეზები უკეთია ტკბილებს, მზიაბებოსნაირი. რა მზიაბებოსნაირი დამცავებია ეგენი. შეხედე დაიწყო. დედა როგორი გამეტებით ურტყავენ კაცო ერთმანეთს, მსაჯი სად არის? დედა შიგ თირკმელში ჩაარტყა, რაღაცე ვარგება ეს.
ლურჯები რო აცვეწნა ტურნირი მაგ კაცმა მოიგო. ისე უტყა იმას, რომ ცისხლები მოდიოდა. ხო ძლიერია ეგ აშკარად. დედამ სად შეაყოფინა კაცო თავი? გაიხედეო მარიკო იქით. სულკით გაიხედეს მეუბნევი ხოლმე, სერიალებზეც კოცნაობა როა. შეხედე ინგან იქნებ ხო ჩაარტყა წიხლი. ეხლა იმ თუკებზეა რომ გადმოხტება იქიდან და სულ დალიწევ ძვლებში. ვაიმე დედა, რა არის რეებს უყურებთ ანასტასია, ბავშვს აყურებინებთან. გამორთეთ კაცობა, არ მომეწონა მე. მე არ უყურო შენ, ჩვენ უყურებთ. ესე იგი, წიხლი, მუშტი, იდაგვი. დედა რა კარგი ილეთია, კაცო, სად ვიყავი აქამდე. დაწეკით ხოლმე ძარცვა. კარები დაკეთე დროზე. ვაიმე დედა, რას აკეთებთ კაცო? ხალხია აქ. საერთო შემოვარდა ეს კაცი. დაჯექი მეთქი დროზე, არ გაინძრე. დაჯექი მან. რა დავჯდება, რატია ჩარჩენილი ბანკომატში ჩამიყლაპავს, კაცო. დროზე მაშინ კოდი თქვი და გამოიტანე ფული. კოდი და საგვარეულო ისტორიას მოგიყვები კიდე. დეგენერატი ეს. ბანკირი რომელია? დროზე სალაროები გაიხსნას და ფული ჩაიდო სამჩანთაში. უკაცრავად ბატონო, მაგრამ მაგის უფლება არა მაქვს. მენეჯერის გარეშე სალაროს ვერ გავხსნი. იმედი და ტაძრიდან თუ ძარცვაში მოვყვებოდი, ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი ამას რა. საიდან მოვარდა კაცო ეს იერარქიანი კაცი, ესე გაშვებულია კალს რა. ოლეგი დაილაპარაკე მიდი როგორც კაცი კაცს. რა დაველაპარაკო, გალო შენ სულელი ხო არა, ხო დამაჭედა შუბში ტყვია კიდევაც. სათამაშო პისტოლეტი კი არა. გახსენი მეთქი სალაროები. აიმე ბატონო, რა ვერ გაიგეთ, არა მაქვს უფლება, სანამ მენეჯერი არ მოვა. გაუგებრალ ლაპარაკობ. რა უბედურებაა კაცო, ამ კაცმა როგორ უნდა გვაჯობოს ამდენ ხალხს. ხო სოფო. გოგო შემაგვიანდება ცოტა ბანკის ძარცვაში ვარ მოყოლილი. გათი შემეთქი ტელეფონი დროზე. კაცი ერთ ეგი არა ხიშანი ჭირი მე რა. მე მოვიფიქროთ რა, რამე როდემდე ვისხდეთ კაცო ასე. არ ჩანს ახლა ეს კაცი ფიზიკურად ღონიერი. სიმაღლე ამას არ აქვს და არაფერი. როგორ დაგის უყურე. ვერ დავაგდებთ ახლა ამას იატაკზე. ამ ჩანთაში ბლომათი მიწვია რაღაცები, ნუ გაიწონა აქ. კი უნდა იყოს მე მგონი ისმინე ახლა. თავდასხმა გლდანში ბანკის ფილიალიდან შეიარაღებულმა პირმა ფულის გატანა სცადა, თუმცა მისი განეიტრალება იქ მყოფმა ქალბატონმა მოახერხა. თვითმხილველები მედიასთან კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. მეთი ხდება რა.